თქვენ როგორ აღიქვამთ აი ამ პროცესს პრობლემურად, ბუნებრივად, რომელიც ბუნებრივადვე დაალაგდება, თუ რაღაცა უფრო პროაქტიულად მოსაგვარებლად? პრობლემური მოცემულობაა ნამდვილად, თუმცა ბუნებრივად ნამდვილად არ დაალაგდება, თავისით არ დაალაგდება, ვინაიდან ამ მოცემულობას აქვს თავისი კონკრეტული მიზეზები, გამომწვევი მიზეზები, რომლებიც ძირითადად სუბიექტურია. დემოკრატიულ ქვეყნებში რას ნიშნავს პოლიტიკური პარტიები? პოლიტიკური პარტიები არის ინტერეს ჯგუფები, ხო? პოლიტიკური პარტია, რომელიც გამოხატავს ვიღაცეების ინტერესებს. რა ვიცი, ხა ევროპაში არსებობს ფერმერების პარტია, არსებობენ ქრისტიან დემოკრატები, არსებობენ მწვანეები, არსებობენ რაღაც ტიპის ლიბერალები, ხო? ანუ რაღაცა გემოვნების, რაღაც მიმართულების ადამიანებს აერთიანებენ. აქვთ პოლიტიკური ნიშა, პოლიტიკური იდენტობა, ხო? პარტიები არ იმართებიან ევროპაში როგორც შეპესეები, ხო? შეპესე რა არის? რომ ხარ ერთი დამფუძნებელი, შეიძლება ვიღაც თანადამფუძნებლადაც მოიყვანო, მაგრამ რეალურად ერთი ტიპი ხარ, ხო? ანუ 2-3 ხარ პირობითად და შეგიძლია შეიკეტოთ ოთახში, გადაწყვიტოთ რაღაცა და მე ამ შენ თანამოაზრეებს თუ თანადამფუძნებლებს უთხრა, რომ მოკლედ ამას ვაკეთებთ, ხო? ეს არის საქართველოში როგორც იმართება პოლიტიკური პარტიები სინამდვილეში, რაც არის პარტიებისთვისაც ცუდი და საზოგადოებისთვისაც ცუდი. ამის გამოა რომ კვლევიდან კვლევამდე ხო NDI-ის კვლევა ამას გვაჩვენებს, AIRA-ის კვლევა ამას გვაჩვენებს, რომ მოსახლეობის დაახლოებით 2/3 გვეუბნება, რომ არც ერთი პოლიტიკური პარტია არ გამოხატავს ჩვენს ინტერესებს. ანუ ვერ აკეთებს იდენტიფიცირებას პოლიტიკურ პარტიებთან. თითქოს ნახეთ, არის დაკვეთა თითქოს რაღაც ახალზე. ბაზარი როდესაც გიკვეთავს, ხო, მოწოდებაც ჩნდება, მაგრამ რატომღაც პოლიტიკაში ამან არ იმუშავა ჩვენს კონკრეტულ შემთხვევაში. ჩემი აზრით ზუსტად გეტყვით მაგაზე პასუხს. ამას შეგნებულად არასწორად კითხულობს ბევრი, ვინაიდან ფიქრობენ, აი 2/3 თუ არის, ვინც ამბობს, რომ არც ერთი პოლიტიკური პარტია არ მომწონს, ახალ პოლიტიკურ პარტიას თუ შევქმნი, ესე იგი 2/3 პოტენციურად ჩემია, ხო? მაგრამ ახალ პოლიტიკურ პარტიას თუ ქმნი იმავე მოდელით, ასევე არადემოკრატიულად, ასევე შეპესესავით, ნუ ვიღაცებს ილუზიას უქმნი, რომ შენც მონაწილეობ რაღაცაში, მაგრამ რეალურად არ მონაწილეობს არავინ, ხო? არის რაღაც რეალურად ჩვენთან რამდენიმე პოლიტიკური პარტია და ამ რამდენიმე პოლიტიკური პარტიის დაყვანა შეგვიძლია რამდენიმე ინდივიდამდე. ეხლა რა შვებიან ეს ინდივიდები? ბუნებრივია ხო ამ ვითარებაში, როცა არ არის ქიმია ადამიანებსა და აი ამ უზარმაზარ მასასა და პოლიტიკურ პარტიებს შორის, ნუ არსებობს ეს წინააღმდეგობა, ხო დემოკრატია რო იყოს, ანუ პარტიული დემოკრატია რო იყოს, ნონსენსი იქნება, ხო ადამიანებს არჩევნებზე ხმები აქვს აღებული, ბევრი ხმა აქვს აღებული და ბევრი მათგანი ვერ გადის, ხო ამ ხალხში სამწუხარო მოცემულობაა, ეს ანუ პარადოქსული, მაგრამ მოცემულობაა. მაგრამ იმის იმედი აქვს ძალიან ბევრს, რომ როგორც უკრაინაში იყო, ხო, ხალხი მოახდენს რევოლუციას, მაინდა-მაინც იმ ფორმით არა და მე როცა არჩევნები შედგება, მაინც მე ვიქნები, ხო, მე ხო უნდა შემომხაზონ, ან ვიღაც მეორე უნდა შემოხაზონ, ჩვენ ვიქნებით. ჩვენ ვართ საბოლოო ჯამში, აი ეს არის იმის იმედი, ვისაც პრინციპში არაფრის შეცვლა არ უნდა. მომენტუმს რომ დაუყენებს საზოგადოება, მაინც ამას ელიან, ასე გამოდის. ანუ მოდი ასე ძალიან სუბიექტურად, ხო? ანუ აი ბატონი გია არის ქუჩაში, აქვე ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მოხდეს ცვლილება, მაგრამ როდესაც დადგება ის მომენტი, როდესაც ბატონი გია და სხვაები მოახდენენ აი ამ ცვლილებას, დადგება ეს შედეგი, მე არჩევნებზე მივა და უშუალოდ მე ჩემი და თქვენი პარტია იქნება შემოსახაზი. ანუ ჩვენ რაღაცნაირად ვიქნებით ამისი მოსავალი არ იქნება, რომ არ შემოხაზოს, ხო? მასე ხო, ანუ მოცემულობა იქნება, ხო და აი ამის იმედი აქვს და ჩვენ ვართ ამის მძევლები. აი ამის ბრალი არის ის ჩატეხილობა თუ ქიმიის არ ქონა, რომელიც არის და რომლის გამოსწორების ინტერესი აი ამ რამოდენიმე ლიდერს მაინდა-მაინც არ აქვს. ეს არის თავარი, რომ თვითონ თუ არ იდენტიფიცირებენ ამ საკითხს პრობლემად. და ჩვენ გვჭირდება თუ არა რომ ამ საკითხებზე ვისაუბროთ. ჩვენი პრობლემაა ეს და არა ამ პოლიტიკური ლიდერების, რამდენიმე პოლიტიკური ლიდერის, ყველაზე ნუ ვისაუბრებთ. ჩვენი პრობლემაა ეს როგორც საზოგადოების, ვინაიდან ჩვენი ამოცანა და თქვენს ეთერშიც გვისაუბრია ამაზე და სხვაგანაც გვისაუბრია. ჩვენი ამოცანა არის რომ პოლიტიკური პარტიების ტრანსფორმაცია მოხდეს იმგვარად, როდესაც ვიღაც კი არ დაგვიძახებს და გვეტყვის რომ ეს შემოხაზე, ან კი არ დაგვიძახებს და გვეტყვის რომ აი ახლა გავდივართ და მერე ვიშლებით და ხვალისო მოვდივართ. ეს იქნება ქვემოდან ზემოთ მართული ან ჰორიზონტალურად მართული პროცესი. როგორც აი სახალხო პროტესტია, პოლიტიკური პარტიებიც ასე უნდა იმართებოდეს და მაშინ აღარ იქნებოდა რომ აი ხალხი აქ არის და პარტიები იქ არის, ხო? ბევრად უფრო ორგანული და ბუნებრივი იქნებოდა ეს პროცესი. ნუ ხო ჭავჭავაძის ცენტრი ამაზე მუშაობს, მე მგონი ვიცით უკვე 5 წელიწადზე მეტია, რაღაც პატარა ცვლილებები ამ მიმართულებით არის, ბატონ გიას ქონდა ამაზე კვლევა, მე მგონი 20 წლის წინ და ჩვენ უკვე პრაქტიკულად დავიწყეთ ამაზე მუშაობა ბოლო 5-6 წელია და მუშაობთ რა თვალსაზრისით, რომ ის კი არა როგორც წესი ვინც პარტიებთან მუშაობს, ისინი მუშაობენ ელიტებთან, ხო, მუშაობენ პარტიის ლიდერებთან და ეუბნებიან, რომ თქვენთვის კარგია, რომ თქვენ პარტიაში დაუშვათ დემოკრატია. და გეტყვან კი რა თქმა უნდა ჩვენ ამას გავაკეთებთ და ეხლა მოვიყვან და გვეყოლება ახალგაზრდების კვოტა პარტიაში, მაგალითად ვიზახ, ხო, ან რაღაც. ეს არ არის დემოკრატია. დემოკრატია იქნება ქვემოდან ზემოთ, იქნება დაკვეთით, იქნება
აქტივისტების, კომისიის წევრების, ანუ ჩვეულებრივი უბრალო ადამიანების მოთხოვნით, როდესაც აი ეს ლიდერები მათ არ დარჩებათ სხვა გზა თუ არა დამორჩილდნენ ამას. ეხლა ძალიან მნიშვნელოვანი სამი ფაქტორია და მინდა ვინაიდან ამაზე ვსაუბრობთ, გავიმეორე სამივე ფაქტორი, რას ნიშნავს პარტიული დემოკრატია? პირველი არის ჩართულობა. ანუ თქვენ ვიღაცისგან კი არ იგებთ ვინ არის თქვენი კანდიდატი ან თქვენი სასურველი პარტიის სია როგორია. თქვენ მის შექმნაში მონაწილეობთ. რამდენი გინახავთ კი არა და ალბათ მარტო ეგეთები გვახსენდება, ხო, რომ უცბ აი გაიგებ რომ უიმე ეს ვინ არის ან ეს საიდან მოვიდა ან რატომ და ასე შემდეგ, ხო? თუ მონაწილეობ, ხარ თანაზიარე ამ პროცესის მონაწილე ხარ, შესაბამისად პარტიული სიის ერთ-ერთი შემოქმედი ხარ პრაიმერიზის გზით თუ სხვა გზით, შესაბამისად ბევრად უფრო მეტი არის ქიმია ამომრჩევლსა და პოლიტიკურ პარტიას შორის. ეს მარტივად უტრირებულად რო ვთქვათ. მეორე არის გამჭვირვალობა. გამჭვირვალობა იმ თვალსაზრისით, რომ საიდან მოდის ფული, როგორი ხარჯება ფული, საკვანძო საკითხია ძალიან, სხვას თავი დავანებოთ. და მესამე არის ანგარიშვალდებულება. თქვენ გახსენდებათ საქართველოს პოლიტიკური პარტია, რომლის ლიდერი წავიდა არჩევნების მერე. დასავლეთში სტანდარტია ეს. დავმარცხდით და წავედი. გაიმართოს ახალი ყრილობა, ახალი კონგრესი თუ რაც გინდა დაარქვით. პარტიის ლიდერი იტყვის, რომ მე გაგიძეხით წინა არჩევნებზე, ჩვენ ვერ მივიღეთ ის შედეგი, რაც გვინდოდა და შესაბამისად აირჩიეთ ახალი ლიდერი. გახსენდებათ ეს? მე არ მახსენდება. ეს არის სტანდარტი. ცხადია, შეიძლება ამორჩევლობა გაჯიუტების, როდესაც აწავიდნენ იყო მოთხოვნები, მაგრამ ასეთი არ შეიძლება ამორჩევლობა თქვას, პარტიის ამორჩევლობა შეიძლება გითხრათ, რომ ნინო, რა თქვენი ბრალია, ჩვენ ქვეყანაში გვაქვს რაღაც რუსული, ოლიგარქიული, კლეპტოკრატიული, ავტორიტარული სისტემა. ხო, ანუ შეიძლება ვთქვათ, რომ თქვენ არაფერი არ შეგშლათ, ყველაფერი კარგად გააკეთეთ, მაგრამ განახლებული მანდატით გქონდეთ და ისევ გააგზავნეთ, მაგრამ აი ეს ანგარიშვალდებულების მომენტი არასდროს არსად არ დგება. ეს უნდა შევცვალოთ. არის. ამას გამახსენდა საბჭოთა დროს, რომ ჩამოდიოდა საქართველოში რომელიმე მეორე ან მესამე რანგის მწერალი, რეჟისორი ან პოეტესა რუსი და ქართული საბჭოთა წითელი ინტელიგენცია რომ გაეგებოდა ხოლმე ფეხქვეშ და იყო ხოლმე შეჯიბრი აბა ვინ უფრო მაგარს ადგილზელოს იტყვის, ვინ უფრო მაგრა გაართობს, ვინ უფრო მაგრა იხუმრებს და იყო ხოლმე აი თვით წარმოჩენა. ხო, ეხლა ამ კიმბერლი ლოუსთან ცოტა ესეთ რეჟიმში არიან კოცები და ამასთანავე ის ხალხია, რომელიც ჩვენ გვეუბნება, რომ მაიკლ როთი და მიხაილ როთი ბოდიში და რა ვიცი, ამერიკის კონგრესი, სენატი, ევროპარლამენტი, ეს ყველაო არაარსებითი არიანო, ესენი არაფერს არ ნიშნავს ეს ხალხია, მაგრამ ვინმე კიმბერლი ლოუ, რომელიც მართლა არაფერს ნიშნავს, რას ვერჩით ახლა? ეს ხალი ძალიან დიდ გაუგებრობაშია. ანუ ძალიან დიდ გაუგებრობაშია, თქვენი თქმის არ იყოს, ალბათ მართლა ვერ ხვდება. რა შარში რა ვიცი, ერთობა ალბათ თავისთვის, ხო, მაგისი რა მიდის, ხო, ამ პრინციპით, მაგრამ ცხადია ახლა კოცებისთვის ნუ გაშარჟებაც არ არის, ეს რა ვითარებაშიც არიან, სხვა რო ვერავინ იპოვეს ივანიშვილის მთელი რესურსის ფონზე. ანუ ეს კაცი ხო ვიცით, რომ ყველაფერს ფულით აკეთებს. ეს არის ადამიანი, რომელთვისაც ფული არის ერთადერთი ღირებულება. კითხულობს, რომ რა ღირს, ხო და აი ნუ იხთის რაღაცას, მაგრამ ვერავის ვერ პოულობს. ამას ახლა რა პატივისცეს არ ვიცი, მაგრამ ნუ კი ბატონო, ჩამოვიდა, იქეიფა, გაერთო, წავა, შეიძლება რამე დაწეროს 1-2 პოსტი X-ზე ან კიდე რაღაც სიტყვაში აწიოს, მაგრამ ნიშნულობა ამას ძალიან პერიფერული ექნება. მე მინდა მოდიოდა აქეთ შეხვდნენ ფედერალისტები და წერდნენ შეიძლება მაგან უფრო უბიძგა იქითა ფლანგისკენ, მაგრამ რა მინდა გითხრათ ახლა მაგრამ წერდნენ რომ მეაქტიურებენო Facebook-სო ქართველებიო და ეს მომწონსო, ანუ ეგრეთ წოდებული engagement-ი მაქვსო, მას შემდეგ რაც გავაქტიურდი თქვენს სივრცეშიო. ხო, მინდა გამოვეხმაურო თქვენ წინა თემას, აი როდესაც ამბობდით რა უნდა გაკეთდეს კი არა, რა ტიპის პრობლემები უნდა შეექმნას ამ რეჟიმს. საუბარი იყო გაფიცვებზე, თავიდან იყო საუბრები გაფიცვებზე ბევრად უფრო აქტუალური. საუბარი იყო გადადგომებზე, მათ შორის საჯარო მოხელეების და რატომღაც მიწყნარდა ეს თემა, თითქოს რუტინულ რეჟიმში გადავიდა, არა და აბსოლუტურად მართალია ეს პოზიცია, რომ თუ რამე გაჭედავს ამ რეჟიმს, არის ის, რომ პარალიზდეს, ვეღარ შეძლოს მართვა, ქვედარგოლი გამოეცალოს. ეხლა ძალიან კარგად უნდა გააცნობიეროს ყველამ, რომ ყველას ვისაც გონია, რომ მე ჩუმად ვიქნები და ხა არ გამათავისუფლებენ და ხელფას მაინც შევინარჩუნებ, ეს არის ფუჭი ილუზია. ყველას გააგდებენ. ანუ ყველა ვინც აქციაზე მდგარა, ყველა ვისაც რაღაც წერილზე ხელი მოუწერია, ყველა სათითაო დაულიან და ყველას გააგდებენ სამსახურიდან. ანუ საუბარი იმაზე, რომ დღეს ან ერთიანად შეიკრება ეს ადამიანები კოლექტივად, ძალას აჩენენ ერთობლივად და პარალიზებას გაუკეთებენ შესაბამის სტრუქტურებს, ან მათ აი ესე სათითაოდ გამოცხრილავს ივანიშვილი და უკვე როცა ძალა არ ექნება და ვერანაირ შედეგს ვერ მიაღწევენ, ასე გააგდებენ სამსახურიდან. ეხლა რაც შეეხება ეს პროცესი დაწყებულია.
დაწყებული არის მით უმეტეს კი ბატონო კი ძალიან ღიათ რომ ეს გაგრძელდება და მეორე ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ეს წეღანაც ვახსენეთ რომ ივანიშვილი გააქტიურებულია ვაშინგტონში და არა მხოლოდ ვაშინგტონში დასავლეთის დედაქალაქებში ყველაფერზე უკვე ყველაფერი ცხადია ღია კარისტრევა არის იმის საუბარი რომ ივანიშვილი რუსია ავტორიტარია რომ ცოტა ვერ არის და ასე შემდეგ მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც მიდის საუბარი იმაზე აბა ვის მივცეთ ბჭყალებში კურთხევა ხო და ჩვენ გვაქვს აქ ფრაგმენტირებული პოლიტიკური კლასი რომელიც რეალურად პრაქტიკულად ვერ საუბრობს ერთმანეთს ან საუბრობს ძალიან ესე არათანმიმდევრულად ეს არის გამოსასწორებელი ხა დღეს ჩვენი დაკვეთა ჩემი პირადი დაკვეთა და ძალიან ბევრის მანამდეც არჩევნებამდეც იყო ერთიანობა ყველას ერთიანობა ვისაც უნდა საქართველოში რუსული რეჟიმის დასრულება და ეხა ეს ბევრად უფრო აქტუალურია ვინაიდან რა ვიცი გაასამართლებენ ამ ეგრეთ წოდებულ კოლექტიურ ნაცმოძრაობას და უკან დარჩებათ ეს პარტიები ყველას ხო იმიტომ რომ ყველა ნაცმოძრაობა არის ამ რეჟიმის გადმოსახედიდან გახარიაც ლელოც ნაცმოძრაობას და ახალიც რა ვიცი ვინ დარჩა ხო დარჩებიან მარტო თვითონ და აგერ იმდენად გაუჭირდათ რომ ხალხის ძალას დაარქვეს ოპოზიცია ხო და ამას ვამბობ დღეს აი ეს ორი რაღაც არის საკვანძო პირველი სანამ ყველას გააგდებენ სამსახურიდან სათითაოდ შევიკრათ და რაღაც მაინც გადავწყვიტოთ რომ ამას კონდეს გავლენა რეჟიმის გაჭედვის თვალსაზრისით და მეორე სანამ პარტიები კიდევ აქტუალურია ეს პარტიები უნდა გაერთიანდნენ რომ დასავლეთმა მათ მისცეს ბჭყალებში კურთხევა და მხარდაჭერა გამოუცხადოს კონკრეტულ ძალას ეხა ამერიკის სენატორი რო ხარ ან ადმინისტრაციის წევრი რო ხარ და მართლა ანუ იმათ საუბრებს როცა ესწრები ხო ხვდები რომ რა სხვა მასშტაბში არიან იმები გელაპარაკებიან ჯერ რაღაც ჩtildeოეთ პოლუსზე მერე ტაივანზე მერე უცებ დაიწყებენ საუბარს მთვარის ათვისებაზე არ ხუმრობ მართლა საუბრობ და შენ პატარა საქართველოსთან აგზავნე რაღაც 4 სხვადასხვა დელეგაციას ხო არასერიოზულია ეს უნდა შეიცვალოს. ამ შემთხვევაში სალომე ზურაბიშვილის რესურსი არის თუ არა? არის, რა თქმა უნდა. მნიშვნელოვანი პროცესი. რა თქმა უნდა არის, მაგრამ ის მაინც აღიქმება როგორც ერთი მნიშვნელოვანი აქტორი, ლეგიტიმური აქტორი, რომელსაც პარტიაც არ ყავს. მე ვსაუბრობ პოლიტიკური პარტიების ერთიანობაზე. ერთ თვით უბრალოდ აივინიდან ამაზე საუბრობთ, ხო? ბიზნეს მენეჯმენტში არსებობს ეგეთი რაღაც მარტივი ცნება enlarge the pie ხო შეიძლება მე და თქვენ ვიკამათოთ აი ეს ბლოკნოტი ვის გვერგება ხო ნახევარი თქვენ ნახევარი მე თუ უცბად შეიძლება ისე დაისვას საკითხი რომ გასაყოფი ეს კი არა გვაქვს აი ესეც არის კომპიუტერიც არის ტელეფონი აღმოჩნდა რომ აი ბევრად უფრო დიდია ის რაც ჩვენ შეიძლება ბჭყალებში გავიყოთ ხო გამარჯვების პოზიცია შეიძლება რა გვირჩევნია ჩვენ რომ კონდეს რა ვიცი 10%-იანი პარტიის აბსოლუტური კონტროლი თუ 70%-იანი უმრავლესობის ნაწილობრივი კონტროლი, რომელსაც ამასთანავე ქვეყნის სადავო იქნება. ლოგიკური ახსნა აქვს ამას, მაგრამ ხო, პარტიების ნაცვლად ჩვენ გაწყოთლებას ვერ მივიღებთ.